ქოცებს აქვთ ეგ პროპაგანდა, რომ რაღაცნაირად ქართველობა და ქრისტიანობა. რანაირი ქრისტიანობა არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და უკეთებს საქართველოს ეკლესიას და საქართველოს მონასტრებს. თქვენ გინახავთ რა დღეში არის ჯვრის მონასტერი ჩაგდებული, რა დღეში ჩააგდო გელათი და როგორ ააფეთქა საყდრისი. ეს რანაირი ქრისტიანობა არის? ან ბერას ქორწილზე რო დუქანივით გადაკეტეს ეკლესია, რანაირი ქრისტიანობა არის ეს? ან ქართველობაზე და ვაჟკაცობაზე რო გვესაუბრებიან ეს ყველაზე დიდი არაქრისტიანები და არაქართველები. რანაირი სამართლიანობა არის და რანაირი ვაჟკაცობა არის, როდესაც წაქცეულ ადამიანს 10 კაცით თავზე ადგას და ურტყამს წიხლებს. აი ბიჭის თავით რო ლამის ბურთი ითამაშეს, ეს რანაირი ქართველობა არის? ქოცები არიან ყველაზე დიდი არაქრისტიანები და არაქართველები. 4 ოქტომბერი აუცილებლად იქნება გამარჯვების დღე. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული გულწრფელად და ეს იმედი კი ნამდვილად ლევან ხაბეიშვილმა და პაატა ბურჭულაძემ გააჩინეს და მოიტანეს დღემდე და გაუზიარეს მთელ საქართველოს და პაატა ბურჭულაძე პირველი დღიდან დგას რუსთაველზე. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ადამიანი დააკავეს სიტყვის გამო. სხვა შორის ლევანი ეუბნებოდა ყოველთვის ბიძინას, რომ სიტყვით დაგამარცხებ, კი იმშვიდობიანად დაგამხობთ 4-ში და კი იმშვიდობიანად რევოლუციას მოგიწყობთ და ხალხს მინდა მივმართო, რომ ძალიან მაგარი პროცესი იქნება 4-ში, აი ისეთი პროცესი, რომ ისტორიაში ჩაიწერება ეს პროცესი და მე უბრალოდ თქვენ რო არ დაგწყდეთ გული ამ პროცესის მონაწილე არ იყავით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ 4-ში. თქვენ ვინც ეხა დუმილში ხართ, ვერ დაიცავთ ამ დუმილით ვერანაირად, ვერც თქვენი შვილების მომავალს, ვერც თავისუფლებას. ამ დუმილით აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ყველასთან მოვა ეს უსამართლობა ადრე თუ გვიან. ვიღაცა შეიძლება თქვენი პერანგი არ მოეწონოს, პერანგის ფერი არ მოეწონოს და ამ მიზეზით შემოგივარდეს სახლში, აქამდე მივალთ საბოლოოდ. ამიტომ თუ გვინდა რომ თავისუფალ დამოუკიდებელ სახელმწიფოში გავზარდოთ ჩვენი შვილები და მხოლოდ ეს არის უსაფრთხოება, აუცილებლად ყველანი უნდა მივიდეთ 4-ში, 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე.